ეგვიპტის არმიას დიდ ომში 50 წელზე მეტი არ უბრძოლია. ამიტომაც ისინი მაკარონის წარმოებით არიან დაკავებულნი. და ეს ყველაფერი არ არის. ისინი თევზსაც ამრავლებენ, წყალს ბოთლებში ასხამენ, ზეთისხილის ზეთს წურავენ, ცემენტს ამზადებენ და იპარავენ. ისინი ასევე მართავენ ბენზინგასამართ სადგურებს, აშენებენ ავტომაგისტრალებს და ფლობენ სასტუმროებს. სინამდვილეში თუ კაიროში ცხოვრო, შეგიძლია მთელი დღე გაატარო ისეთი პროდუქტების ყიდვაში, რომლებიც არმიის კომპანიებს ეკუთვნით, ისე რომ ვერც კი მიხვდე. ეს ყველაფერი დადებითად ჟღერს. აბა რა არის პრობლემა? ხედავ, ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ეგვიპტემ ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ერთ ღამეში ქვეყანას რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი არმია ჰყავდა და ომისთვის მოსამზადებელი აღარაფერი იყო. მაგრამ 100,000-ობით ჯარისკაცის სახში გაშვება, როცა მათ არაფერი აქვს გასაკეთებელი, უფრო საშიშად ჩანდა ვიდრე მათი დაკავება. ამიტომ მთავრობამ ჯარისკაცებს დაავალა, ეკონომიკაში დახმარება გაეწიათ. მათ გენერლებს მისცეს უფლება აეშენებინათ და გაეყიდათ სხვადასხვა რამ, სანაცვლოდ მათი ერთგულების. ეს კი კოშმარი იყო კერძო კომპანიებისთვის, რადგან სამხედროებთან კონკურენცია თითქმის შეუძლებელი იყო. მთავრობა უკვე მათ მხარს უჭერდა და ამას გარდა სამხედრო ბიზნესები თითქმის არ იხდიდნენ გადასახადებს. მათ ასევე შეეძლოთ აეშენებინათ უდაბნოს მიწებზე, რომელსაც არმია კანონიერად აკონტროლებს. და ეს თითქმის მთელი ეგვიპტეა. მათ მუშახელსაც კი პრაქტიკულად თვითონვე ავსებდნენ, რადგან ყოველ წელს გაწვევა მათ ახალ ტალღას აძლევდა ახალდაზრდა კაცების, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიოდნენ და საწარმოო ხაზებზე მუშაობდნენ მცირე ანაზღაურებისთვის. შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა ეს კაცი, თვითონაც ყოფილი გენერალი და სამხედრო ბიზნესი უბრალოდ აფეთქდა. როცა ეგვიპტეს რამე აშენება უნდოდა, საქმე პირდაპირ არმიაში მიდიოდა ყოველგვარი შეკითხვის ან ტენდერის გარეშე. ხოლოდ ახალი ადმინისტრაციული დედაქალაქი 58 მილიარდი დოლარის პროექტია. ეგვიპტის ახალი სამხედრო შტაბ ბინა ოქტაგონი კიდევ უფრო დიდია ვიდრე პენტაგონი. და მაინც, ვერავის ზუსტად ვერ ამბობს, რამდენ ფულს გამოიმუშავებს არმია. მათ კომპანიებს აუდიტი არ უტარდებათ. მათი შემოსავლის დიდი ნაწილი არ აისახება ოფიციალურ დოკუმენტებში და თვითონ პარლამენტიც კი უმეტესად უცოდინარია. ჟურნალისტები, რომლებმაც ამის გარკვევას სცადეს, ციხეში აღმოჩნდნენ. ერთმა მკვლევარმა 7 წელი გაატარა ციხეში და შემდეგ კიდევ 10 წელი მიუსაჯეს სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების გამო. საიდუმლოება იმდენად გამწვავდა, რომ უკვე სავალუტო ფონდისთვისაც კი გახდა მიუღებელი. როცა ეგვიპტის ეკონომიკა სულ უფრო უარესდებოდა და კაირო კიდევ 8 მილიარდ დოლარს ითხოვდა დახმარების სახით, სავალუტო ფონდმა დათანხმდა, მაგრამ ერთი პირობით, რომ მათ უნდა დაიწყონ სამხედრო კომპანიების კაპიდვა და კერძო სექტორს მისცენ კონკურენციის შესაძლებლობა. ოფიციალურად ეგვიპტემ რა თქმა უნდა თანხმობა განაცხადა, როგორც ყოველთვის. აბდელ ფათახ ალ-სისიმ 2018 წლიდან ფპირდება სამხედრო საკუთრებაში არსებული ბიზნესების პრივატიზაციას. სავარაუდოდ პირველი არმიის მიერ მართული ბენზინგასამართი სადგურები და ბოთლირებუცლის კომპანიები, წყლის კომპანიები უნდა გაყიდულიყო. წლების შემდეგაც კი ისინი ისე ველოდებიან, რადგან როგორც ხედავთ, ეს კომპანიები სინამდვილეში არასდროს ყოფილა მხოლოდ ბიზნესი. ისინი ერთგულების გარიგების ნაწილია. ისინი ეგვიპტის გენერლებს ინარჩუნებენ დიდრებად, ძლიერებად და რაც მთავარია, ერთგულებად. თუ იმ იმპერიის ძალიან დიდ ნაწილს გაყიდი, მთავრობა ისევ იქ არ მოჩდება, სადაც 1969 წელს იყო. თუ ასეთი სამხედრო ისტორიები მოგწონთ, გამოიწერეთ არხი ქვემოთ.